დიდი მადლობა ბატონო მიშა, როგორ მიხარია ხოლმე თქვენი გამოჩენა ჩვენს ძალიან დიდი გადაცემაში. მადლობა. მე ძალიან მიყვარს თქვენს გადაცემაში. არაჩვეულებრივი კომპოზიტორი ხართ. არაჩვეულებრივი სიმღერებს. ნუ გამაწითლებ ძალიან გთხოვ. ამჯერად დიდი ხნის პაუზა გქონდათ. რამდენი დაწერეთ აი ამ პერიოდში? იცით რა შეა საქმე? ადრე მილიარდებს წერდი, 2 მილიარდებს. ეხლა თავი არ მომიკლავს, ერთი ცალი სიმღერა დავწერე და 9 სხვადასხვა სიმღერაზე გადავანაწილე ჩვეულებრივ. ესე იგი სხვანაირი ვერსიას გავავალი. კი, აბა ეხლა ესე ვცადე და ნახოთ რა გამოვა. ნუ აქტუალურ მოვლენებზე. აუცილებლად ყველა აქტუალურ მოვლენას შევეხე. ყველას მოვედე, ყველას გავედე, ასე ვთქვათ და ნახოთ რა გამოგვივიდა, აი წამოღებული მაქვს. მაშინ დავიწყოთ ბატონ მიშა დროს. კი ბატონო. აი პირველი ესეთი მოთელვასავით გავაკეთოთ ბატონო, ანუ პირველი სიმღერა ნაგვისურნებზე, იტალიურ ნაგვისურნებზე. კალაძემ შემოიტანა ახლა იტალიურიან ნაგვისურნები, რომელიც კი ბატონო. ეს გარეშე იყიდა. კი ბატონო, ამაზე მაქვს პირველი სიმღერა იმაგალითად ესე. კაი, ნახოთ. გალა რეფორმებით მე მუქრება. დიდი სიხარული მეუფლება. Buongiorno mio. Urna მეუბნება. Lasciatemi, აქ უკვე ურნების ხორი. იტალიური ურნების ხორი, ძალიან საინტერესო სურათია, კაი. პირველი ესეთი შემდეგი სიმღერა გავაგრძელოთ კი ბატონო, ნარკოდამოკიდებულების დასაქმებაზე. ალბათ ეს ნიუსის გეცოდინებათ, რა თქმა უნდა. ესეთი ინიციატივა რო ნარკოდამოკიდებულების სიმღერა მივუძღვენი, დიახ. ტაშკენტიდან მოდის ქარავანი. აქლემზეა შემომჯდარი ქალი. შემომხედა ფერიადებს ბინდის. ეთყობა რომ სამსახურში მიდის. სხვას ვერაფერს ვერ იფიქრებ ფაქტიურად. ვერ იფიქრებ, ფიზიკურად გამორიცხულია. კი ბატონო, უკვე შემდეგი სიმღერა გადავიდეთ შემდეგ სიმღერაზე. ბანკებზე და სესხებზე მაქვს ეს სიმღერა, ეს არის დაუვიწყარი და მოუნელებელი ტკივილი ქართული ერის. მუდმივი თემაა. და მუდმივი თემა, რა თქმა უნდა. მუდმივი პრობლემაა. კი ბატონო. ბანკმა წამართვა ბინა ვაკეში. სესხი დროზე რომ ვერ დაიფარა. 7 წელია კიბის ქვეშ ცხოვრობა და მეძახიან ჩინურ ნიკალას. ჩინურ სიმღერა ვერ ვხატავ. ანუ ვერ ვხატავ. კიბის ქვეშ ცხოვრობა, მაგრამ ვერ ვხატავ. ამიტომ ჩინურ ნიკალას ასე მეძახიან. შემდეგი სიმღერა, გადავიდეთ შემდეგზე, ამბროლაურის მერი უმღერის ღარიბაშვილს, აი ამ ელექტრო კაზინოების თემაზე. ანუ ცინკვესებში არ გვავიწყდება. რა თქმა უნდა, არაფერში არ გვავიწყდება ამბროლაურის მერი უმღერის ღარიბაშვილს. სლოტს რა თიშა პორშეს ფული ჯერ არ გამიდავებია მოკლე პრობლემა შემდეგი სიმღერა აი ესეთი მაგალითად რუსეთისთვის რო 80 მილიონი გვაქვს გადასახდელი აი მაგ თემაზე რუსეთმა რომ ჩვენგან თავის ფული წაიღოს ახლა სახელმწიფომ სესხი უნდა აიღოს და მაგ ფულის გადახდა რომ ჩვენ მოგვიწევს ძალიან კარგი მაშინ მაინც მიხვდებით ხომ კაგრისტაკიდა ნაკაც შემოდის უკვე კალაძის ურნები ხორში ყოველთვის კალაძის ურნებია დაკავებული კი ბატონო ერთი მაგალითად ასეთი და როგორც თოლია გაყვები გზა არ მოგაცილებ თვალს ჩემსავით ვინ გეტყვის სხვა რომ ისევ მიყვარხარ ბოდიში ეს ჩვეულებრივი წამომიღია ერთი რატო დამემართა ვა გადაუკეთებელია, ხო? ეს ქვესნობიერი გადაუკეთებელი წამოგიღია. ქვესნობიერი რომ მაინც პოზიტივზე ფიქრობს, ბატონო, ანუ უნდა ითხოვს. გავქნა. კი ბატონო. ერთი მაქვს აი ასეთი ფასების გაძვირებაზე ერთი ასეთი სინკვესი. მწვანილს ხახვი დავაჯერიო ბოლი ცოტა კინძი ცოტა დაფნის ფოთოლი სხვისი სუფრა ხორცეულით ივსება ჩემს ტაფაზე გაზაფხული იწვება ცოტა პოეტური, ძიმე მაგრამ პოეტური. გაზაფხული ტაფაზე კი ბატონო. და ბოლოს შემაჯამებელი სიმღერა ბატონო. კი ბატონო, აბა მოვისმინოთ.
სიჭირი დაგმართეს არჩევნები წაგვართვეს ფინანსებით სულთლად გაყიდულია ხელი თავზე აიღეს სამართალი წაიღეს იზღა დაგვრჩა მოცხოთ ალილუია ერთად ბატონო ალილუია ალილუია თქვენ სამყევით ალილუია ალილუია ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრად იყო მიხეილ ცინცაძე ახალი წინკვესებით მადლობა